ვიწყებთ. ესე იგი, ღამეა. შავი BMW დილას როგორ უნდა გადაგვეღოდა მზეზე. სიბნელეში როგორც შეეფერება თან ამ ნათებასაც გაუსვავთ ხაზს, უფრო გამოჩნდება ლამაზად. და უნდა მოგიყვეთ ახლა ამ მანქანაზე რა. მე ვარ ალექსი. თქვენ ხართ Dream Chasers-ის არხზე. ჩვენ ჩამოყავს მანქანები, ვაწყობთ მანქანებს, ხანდახან მიმოხილვებსაც ვუღებთ უკვე, ახალი ტენდენციაც გვაქვს. არხზე რაღაცებს ვცდილობთ რომ კიდევ უფრო ტოპებში ავწიოთ, ასე რომ წინასწარვე ავანსად და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რამე კარგი კომენტარი დაგვიწერეთ და თუ არ მოგეწონებათ ვიდეო, მე წაშალეთ. ესე იგი, BMW G30, რომელიც F90-ის ვიზუალში ავაწყეთ, შევცვალეთ ფრთები, შევცვალეთ ბამპერები, შევცვალეთ ფარები, მოკლედ ეს არის 2017 წლიანი G30, 3.0 ძრავით, B48 იდებს აქ. რომელსაც რა ვიცი აბრალებენ ახალი 2JZ-იაო და აი იგივე გამძლეობა აქვს და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ეს ყველაფერი. კი, გაგებული მაქვს და ბევრი ამბობს რომ საკმაოდ გამძლე არის და აღარა აქვს ის BMW-შნიკური პრობლემები, რაც ქონდა წინა F სერიებს. რაც მიხარია, მე არ შევხვედრი ვარ ამ მანქანასთან პრობლემას, იმიტომ რომ თლა დიდი ხანი არ მყავს. სულ რამდენიმე თვე არის რაც ჩამოვიყვანეთ, 2 თვე არის და თითქმის სულ აწყობის პროცესში იყო და აი ამ გადაღებების პროცესში. სხვათა შორის, რაც შეეხება აწყობას და ამ მანქანის ყიდვას და თემებს რა. გადადით ჩვენს არხზე, დევს ამის ვიდეოები ჩვენს არხზე, როგორ ვაწყობდით, რამდენი რაღაცა გამოვიარეთ ამ მანქანასთან და როგორ მოვერიეთ ამ პრობლემებს. ჩვენი ხელით ვეცადეთ რომ ყველანაირად აგვეწყო და მგონი ასე თუ ისე გამოგვევიდა. აქ რასაც ხედავთ ვიზუალურს ხო, ყველაფერი არის ჩვენი დამატებული რა, ანუ ბოდიკიტი დავითრიეთ, სტოპები, ბამპერები, კარნიზები, კრილოები, აი ეს მაყუჩი, ყველაფერი არის ჩვენი დაყენებული და მაგ ყველაფერს ნახავთ მაგ პროექტების მანძილზე. ეხლა რა შემიძლია რომ ვთქვა ამ მანქანაზე და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამდენი ხნის მანძილზე, ამ სულ მოკლე მანძილის 2 თვის მანძილზე, რა მომეწონა და რა არა. ეს ჩემი პირველი BMW არ არის, როგორც ჩვენმა ძველმა მაყურებელმა იცის, პირველი BMW ჩემთვის იყო F32 და რატო გავუსვი ხაზი ახლა მაგას. ზომით დიდი სედანი და ეს გაბარიტები მე დიდად არ მომწონს. კი, ძალიან მაგარია, სასიამოვნოა სატარებლად, სასიამოვნოა სასიარულოდ, თუმცა გააჩნია რისთვის გჭირდებათ. ანუ თუ გინდათ რომ გადაადგილდეთ აწერტილიდან მეწერტილამდე და თან ეფექტურად ქნათ ეს ყველაფერი და თან კომფორტულად იყოთ, ხო? კი, იდეალური ვარიანტია. 15-16 ლიტრს დაგიწვავთ საშუალოდ, ეხა ეგრე დეტალურად არ ვიცი, რომ გითხრათ რა, იმიტომ რომ რავი, ეხა თლად დიდი ხანი არ მივლია და თან არ ვიცი რა, მშვიდადად და წნარადაც არ მივლია, არ ვიცი, რამდენს დაწვავს ესე ჩვეულებრივ სიარულით. მე მიწვავს 20 წელს. F32 ბევრად პატარა იყო ამაზე და ის უფრო მომწონდა რა, ანუ ეს რო იგივე ძრავით ყოფილიყო. ეს რო იგივე ძრავით ყოფილიყო, ხო? იგივე ცხენებით. ოღონდ F32-ში, რაც არსებობს კი 440-ები 440-ები არსებობს და ის ჩემი აზრით უფრო მესიამოვნებოდა. სხვათა შორის რაც შეეხება ცხენებს, 345 ცხენი აქვს ამ ძრავს, გამოიმუშავებს ეგრე, რაც მთლად საკმარისიც არ არის, ნელი არ არის არანაირად ეს მანქანა, უკანა წამყვანი არის, 345 ცხენი უკანა წამყვანი მანქანისთვის. საკმაოდ კარგია რა, გვერდულადაც ივლის, სწორადაც ივლის, გააჩნია რისთვის გჭირდებათ, ვინც იყიდით, არ ამგონია რომ გვერდულად სასიარულოდ იყიდოთ, მაინც და მაინც 540. 530-ზე ხო საუბარი არ მაქვს 2-0, უბრალოდ აწერტილიდან მეწერტილში გადასასვლელად გამოიყენება. ამას აქ ასე თუ ისე შესაძლებლობა რომ თან სპორტულადაც გატაროთ. 420 ცხენი იყო იმ მეოთხე სერიაში და აი 420 ცხენზე ეს მანქანა მაგრად მაინტერესებს როგორ ივლიდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს მაგის ფუფუნება, ამ მანქანის პროექტები მთავრდება და მე წინ მივდივართ ცოტა უფრო უკეთესი მანქანებისკენ. რაც შეეხება ამ მანქანას და რაც შეეხება ამის კომპლექტაციას. მოვალ ახლა. დაგიბრუნდით. რაც შეეხება მანქანის კომპლექტაციას. ესე იგი, რაც ძალიან სასიამოვნოა, არის Harman Kardonით, ასევე არის Bowers Wilkins-ი, რომელიც მე არ მქონია და არ გამიმართლა მოკლედ მაგის მოსმენით.
იმედი მაქვს, რომ ოდესღაც მოусმენ მაგასაც, იმიტომ რომ ბევრი ფორუმებზეც იძახის, რომ ბაუერს ვინც მოусმენთ ჰარმანს, აღარც მიაქცევთ ყურადღებას. მე კიდე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ჰარმანი არ არის ცუდი, საკმაოდ ჟღერადი არის, ხმამაღლაც უკრავს და თან სუფთა ჟღერადობაც აქვს. პლუს ასევე გვაქვს head-up მონიტორი, მოდი გაჩვენოთ, თუ დაინახავთ. აგერ აი აქ აჩვენებს სიჩქარეს, რაც თლად რაღაცა ისეთი არ არის, რომ მე head-up-ი აქვს და რაღაცა, მაგრამ 2017 წლისთვის არ არის ცუდი. რაც მომწონს აქ, ემის საჭე, ეს ჩვენ დაყენებული არის, ეს Sportline კომპლექტაცია არის, მაგრამ ემის საჭის გარეშე, ჩემი აზრით, არ იქნება ეს მანქანა კარგი, იმიტომ რომ ის საჭე ძალიან წვრილია და არ არის ლამაზი. ეს მომწონს ვიზუალურადაც, შეგრძნებითაც, სატრიალებადაც ძალიან კარგია, ცოტა უფრო სქელია და მარტივად გიჭირავს და კარგადაც მართავ მანქანას. ასევე ფერი, ეს ambient light-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესღაც გამოსულა, იმიტომ რომ ისე კომფორტულად გრძნობ თავს რა, მithumetes ახლა რამდენიმე ფერი არის, ჩემი საყვარელი ფერი არის მწვანე და მაგიტომაც არის აქ მწვანე. თუმცა არის არჩევანიც და თქვენს კომფორტულ ფერში შეგიძლიათ რომ დააყენოთ და იკატავთ. Всё. ეხა პატარ-პატარა მინუსები, რაც მე შემხვდა და რაც დავინახე. არის, როგორც ყოველთვის ეს BMW-ს ეხა კი არ გამოვყვება, მაგრამ შავი პლასტელინივით არის, ანუ 55000 მილი აქვს ამ მანქანას გარბენი და 55000 მილში ეს გაბზარული არის ბაზარი არა, ეს არ არის BMW-ს ბრალი, ეს ალბათ ვიღაცამ დააზიანა წინამფლობელმა. ეგ შავი პლასმასები არის ყოველთვის და იყო ყოველთვის პრობლემა. ასევე აქ ეს არ ვიცი, ამას ძალით როგორ გააკეთებ არ ვიცი, მაგრამ ძალით არ არის გაკეთებული, აშკარად მე მასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალით ვერ გააკეთებ ამას. 55000 მილში ასე არ უნდა მოსდიოდეს. ესეც დამავიწყდა. ეს რა არის, ეს ცალკე მოდის და ამ მანქანას 200000 მილი რო ქონოდა გარბენი, არ ვიცი წინამფლობელი ვინ იყო, თან ერთი მფლობელი ყავდა. რანაირად უვლიდა, არ ვიცი, მაგრამ როგორც არ უნდა უვლიდეს, ასე არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, ესე მარტივად გასაფუჭებელი არ უნდა იყოს. პლუს აქ გვაქვს დამტენი უსადენო, რაც ძალიან მაგარია. თუმცა ტელეფონი დავკარგე. походу. კურტკაში დამჭა. აბა, ნახე. კაი, უსადენო დამტენი გვაქვს. ანუ, უნდა ვიჭიდაო, აქ გაბზარულია და მაგიტო შედის კარგად, მე გავტეხე. ასე რო ვაწვევოდი ტელეფონს. გატყდა აქ და თან აქაც ამოდის. მოჭერი. მოჭერი შეჩემ. შენ უნდა მოჭრაც, მე რა. ამაზე მქონდა საუბარი. დიდი ტელეფონისთვის თლად კომფორტული არ არის. თან კი იტენება და კი მუშაობს ეს, მაგრამ საკმაოდ არა კომფორტულია. თან ბაზარი არა, კიდე. აქ ჩვენი სალფეტკები. ამ ხელა მანქანაში. ეს რა არის? სალფეტკები დავაბრუნოთ, დამჭირდება გაცილებული ვარ. всё, თან ესეც ძურებოდა ბაზარი არა, თუ ცუძებს ვსაუბრობ, ბარემ ყველაფერს მოვკიდებ ხელს და ვიტყვი, რაც არ მომწონს. დანარჩენი რა ვიცი, დიდად არაფერი არ არის, ისეთი რაც მაწუხებს. ერთადერთი არის სახელურები, ეს რაღაცა, ისე რა, ეს მარტივად ფუჭებადია, ესეც მარტივად ძურება, ასე არ უნდა იყოს ეს. მაგარი არა კომფორტული და არ არის კარგი, იმიტომ რომ ბიზნეს კლასში გადის, ხო? შუა არის. მესამე სერიები არის, მეხუთე და მეშვიდე. ყველაზე მთავარი რაც არის, მეშვიდე არის ძალიან ბიზნეს კლასი, მესამე არის ისეთი. ჩვენნაირი ბიჭებისთვის რა, რომ გაერთო, იგაზაო და ასე შემდეგ. ეს მეხუთე არის დაბალანსებული, რომ შეგიძლია რომ თან იგაზაო, თან ბიზნეს კლასია, თან უფროსი ციყირის, თან ახალგაზრდა ციყირის და გაერთობა, რაღაცა მაგდაგვარია და ბიზნეს კლასში არ უნდა იყოს ესეთი პრობლემები. ეს ხო არ არის ელანტრა, ხო, რომლებიც ჩამოყვავს და
გვესმის რომ თუ 7 და 8000 დოლარს ვიხდით მანქანაში შესაძლებელია რომ რაღაცების გაკეთება მოგვიწიოს ჩვენით და რაღაცებს ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენც რომ აი იცი კი ბაზარი არა მე ვიხდი ცოტას მაგრამ აი ამას მე გავაკეთებ ბაზარი არა მაგრამ როდესაც ეხლა უკვე მეორადები ეს მანქანები 23 24 25000 დოლარები ღირს და 25000 დოლარს როდესაც იხდი მანქანაში არ გინდა რომ აი ამას უყურო არ გინდა რომ აი ეს რაღაცა გაბზარული იყოს და აი ესე მოძრაობდეს არ გინდა რომ ეს იყოს მომძვრალი მაგრამ ნუ კი ძალიან მაგარი მანქანა არის მომწონს იმიტომ რომ სასიარულოდაც ასწორებს ამასაც ვიზავთ გავივლით და სიარულითაც ძალიან მომწონს ეს მანქანა თუმცა აქვს რაღაცა მომენტები რაც უნდა მეთქვა და ეს მაგრად მაღიზიანებდა იმიტომ რომ არ ღირს ცოტა ეს მანქანა იმისთვის რომ აი ესენი კონდეს რა წავით ახლა გავიაროთ ეს კიდე გაწმენდილი ესე იგი გავიაროთ ეს ხმა ჩვენი დამატებულია რაც ძალიან მომწონს და ამ ხმის გარეშე ეს მანქანა საერთოდ არ მომწონდა იმიტომ რომ აი რა ვიცი როგორ აგიხსნა უი ვარ გავჩერდით სად ისე ვიქ არა რაც მანქანა უნდა გავახციო თორე მე ვერ გავაკ მაინც შეხედი ეგ ნახტები კაი მეგობრებო გადაიდო ტარების ვიდეო რა შემიძლია რომ თქვა აი ჩემი აზრით მოგწონთ თქვენც აი ვიზუალურად საკმაოდ ლამაზი არის მწვანე ფერები და ყველაფერი ანუ კომფორტულად გრძნობ თავს შეკრულად ზიხარ თან შავიჭერი მთლიანად სიბნელეში ზიხარ და ეს მწვანე საკმაოდ ლამაზი არის და კომფორტული მე მომწონს კოლოფს რაც შეეხება ZF აყენია თუ ვწდები მომწერეთ და მირეკეთ გამაგებინეთ არა მარჯვნივ ჩავიდეთ არა იცი რომ ხელა რიგია მართლა გადავიდეთ ესე მადლობა იქ გახლა ნამდვილად არ გვინდა ხო ნამდვილად არ გვინდა კი კოლოფით საკმაოდ კარგად მუშაობს და მოყვება შეგიძლია მექანიკასავით გაწურო ბოლომდე და ანუ არ გადართავს რა 1-2 ჯერ დამრჩა მეორე სიჩქარეში და რაცა ხმა მესმოდა თურმე მე დამჩენია სიჩქარეში მანქანა ეგ ასწორებს კარგია თუ გაწურვა გინდა მანქანის ძალიან კაი სხვათა შორის გაძრომაზე რაც ასევე კომფორტს შეეხება ეს ფუნქციაც გვაქვს ანუ პარკინგები გვაქვს რომელიც გვაჩვენებს ყველაფერს მან დეგონა რომ შეგვიძლია მანქანის გაჩერება ეგრე არ არის თუმცა რო ეგონა ეგ პლუსია იმიტომ რომ ავტოპარკინგის ფუნქციაც გვაქვს ასევე არის მოდელები რომლებსაც აქვს 360 კამერები აი აქ არის ეს კნოპკა არის გაყოფილი ორად და არის კამერების ფუნქციით რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარი იქნება იმიტომ რომ დიდი მანქანა არის შედარებით ანუ სრული ზომის სედანი არის და კარგია რა ეს გაბარიტების საკონტროლებლად შეგიძლია ენდო ეგეთ რაღაცას პლუს როდესაც უკან მიდიხარ ან წინ მიდიხარ და ძალიან ახლოს არის რაღაცა ობიექტი მანქანასთან თუ ზედმეტად ახლოს მიხვედი რა ანუ რაღაც დონემდე გენდობა მანქანა მაგრამ მე თუ ხვდება რომ უკვე ან ვერ დაინახე ან შემთხვევით მიდიხარ და ასე შემდეგ არის შესაძლებლობა რომ დაგიზიანოს მანქანა რაღაცამ თვითონ აჩერებს და თვითონ ატორმოზებს მანქანას ხაზის კონტროლის ფუნქციებითაც არის ეს მოდელები ჩვენი ეგეთი ფუნქციით არ არის ერთადერთი რაც გვაქვს არის head-up-ი არის harmony არის LED ფარები რომელიც მოყვებოდა და ჩვენ მოვაშორეთ და დავაყენეთ ეს რესტის ფარები всё მეტი რა შემიძლია რომ თქვა მანქანაზე ეგ არის კომპლექტაციებიც ну BMW-ში არის ყველაზე დაბალი კომპლექტაციები არის sport line-ი არის M-ები არის luxury line-ი თუ რაღაცა მოკლედ არ აქვს მაგას მნიშვნელობა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება luxury-ში ისეთი ფუნქციები შეგვხდეს რაც M-ში არ შეგვხდება ან M-ში შეგვხდეს ისეთი რაღაცა რაც luxury-ში ვერ შეგვხდება იმიტომ რომ ეგ ყველაფერი არის ადამიანზე დამოკიდებული ვინც ყიდულობს ამანქანას ვისაც გამოყავს ბაზრიდან და BMW-ის ცენტრიდან ვისაც გამოყავს იმ ფუნქციებს ირჩევს რომელიც ჭირდება მას და ეგ უკვე თქვენზე არის დამოკიდებული რას ეყიდით და უნდა დააკვირდეთ და შეხედოთ რას ყიდულობთ და რა მოყავთ აუქციონიდან სხვათა შორის აუქციონებს რაც შეეხება
ეს მანქანაც აუქციონიდან არის ნაყიდი, აი Mercedes-ის ერიკამ რო გაჩვენათ თავისი Mercedes-ი. მაგის ვიდეოებიც არ ხედავთ და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ აწყობის ვიდეოებიც მიმოხილვის შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ არ გამოტოვოთ რა ვიცი რა შემიძლია რომ ამანქანაზე ვისაუბრო კი მომწონს კი ძალიან მაგარია მაგრამ ასე გეტყვით მეოთხე სერიის წაყვანა ბაზარზე და მეოთხე სერიასთან დამშვიდობება ბევრად უფრო გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის სხვანაირად თქვენ თვითონ შეაფასეთ ეს მანქანა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანი არის მანქანები ზოგადად მიყვარს მანქანები და მაინც შემიძლია რომ ჩვეულებრივ მშვიდად დაწყნარად დავამშვიდობო მანქანას. თლაც მშვიდად დაწყნარად არა, მაგრამ მეოთხე სერიასთან რაც გადავიტანე და როგორც ვინერვიულე, ეგრე აღარ არის, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, თლად ისე არ ჩამივარ და გულში ეს მანქანა. კარგია, მაგრამ რაღაცა არ მყავს. დავასრულოთ ჩვენი მიმოხილვა ამით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა რომ ინტერესდებით ჩვენი არხით და ჩვენით ზოგადად. შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გავზიაროთ თქვენს მეგობრებს. ინსტაგრამებიც იქნება ჩვენი აღწერაში და შეგიძლიათ გამოგყვეთ მან და თუ რამე თქვა გინდათ იქაც მოიწეროთ. აბა, კარგად.